ვისაუბროთ კიდევ ერთ საინტერესო მიმართულებაზე, რომლის შესახებაც ასევე ვსაუბრობდით ჩვენს ხუთშაბათის გადაცემაში. ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო ჩინეთთან თანამშრომლობაზე, სტრატეგიული პარტნიორობის სრულიად ახალ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით, ეკონომიკური თანამშრომლობის განსაკუთრებულად გაძლიერებაზე. ჩვენ ვხედავთ შედეგებს ჩინეთთან მიმართებაში, კონკრეტულ შედეგებს ჩინეთთან თანამშრომლობის მიმართებაში და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ამ კუთხით, ასევე შეგვეფასებინა და მიმოგვეხილა, ასე ვთქვათ, ჩინეთის ელჩის საქართველოში შეფასებები და შეგვიძლია პირველ რიგში ვნახოთ შეფასება ამ კუთხით. ჩინეთი და საქართველო გახდნენ კარგი მეგობრები. მორივე მხარე მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთის განვითარების გზას, რომელიც არჩეულია საკუთარი ხალხის მიერ და შეესაბამება ეროვნულ პირობებს. საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა და ასევე ერთ-ერთი პირველი პარტნიორია სარტყელისა და გზის ინიციატივის პარკლებში. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა განაგრძობს ზრდას. ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი 2024 წელს ამოქმედდა, რამაც ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაზარდა. დიახ, მართლაც ძალიან ბევრმა აქცენტმა სწორედ ჩინეთთან საქართველოს-ჩინეთის თანამშრომლობის ჭრილში მოგვცა საშუალება სრულიად სხვა დონეზე გადასულიყო და გადაგვეყვანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა ბევრი მიმართულებით. ვაჭრობა, ტურიზმი, ინვესტიციები, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობას შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით და რამოდენიმე აქცენტი ძირითადი, თუ შეიძლება პირველი გრაფიკა, რომელზეც შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ, როდესაც ჩინეთის ელჩი საუბრობდა ამ კუთხით აღსანიშნავია სწორედ ის აქცენტი, რომ საქართველოს ევრაზიის რეგიონში, კონტინენტზე არის ერთადერთი ქვეყანა ამ კუთხითაც, არა მხოლოდ პირველი ამ ჭრილში, რომელსაც ჩინეთთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასევე არის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი, მაგრამ როცა ვამბობ ერთადერთი, არის ერთადერთი საქართველოს იმ ჭრილში, რომ საქართველოს ერთის მხრივ აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, ევროკავშირთან, მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები DST-ს წევრ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკრაინასთან და ამ კუთხით მართლაც უნიკალური ქვეყანაა საქართველოს კონტინენტზე და რა თქმა უნდა ეს ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების მიმართულებით და ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და მქონდა პატივი 2018-21 წლებში ყოფილიყავი საქართველოში გაეროს კონსულტანტი ამ კუთხით, რომელიც მუშაობდა სწორედ ეს სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ეკონომიკური ასპექტების შეფასებაზე და მართლაც შთამბეჭდავი იყო საქართველოს ჩართულობა საქართველოს მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები ამ ჭრილში. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე ვითარებას, რომელიც ასევე შეფასებულია ჩინეთის ელჩის მხრიდან, სადაც საუბარია უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე და საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის ჩვენთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტზე, ღვინო, სანელებლები და მინერალური წყალი, რომელიც სულ უფრო სწრაფად იკავებს ადგილს ჩინეთის ბაზარზე და მართლაც ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან ყოველთვის ისმოდა კითხვა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების დროს რა მოხდებოდა, რა სარგებელს მოუტანდა ის ქვეყანას და აქ არის კონკრეტული აქცენტები, კონკრეტული სარგებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, დიახ, საუბარია კონკრეტულად საექსპორტო პროდუქციაზე, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, საკვებ პროდუქტებზე, რომელიც თავისუფლად ექსპორტირდება ჩინეთის ბაზარზე და ვხედავთ ჩვენ ასევე ვაჭრობის ტენდენციას და ვაჭრობის დინამიკას ამ კუთხით და მესამე და ბოლო ასპექტი, რაზეც გვინდოდა ასევე ყურადღება გაგვემახვილებინა, შეეხება ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს გარიგებას, ეს არის გარიგება, რომელიც დაკავშირებულია საბანკო სექტორთან და საბანკო სექტორზე ვისაუბრეთ ჩვენი გადაცემის უდიდესი ნაწილი დღეს. ამ შემთხვევაში საუბარია Liberty ბანკის შეძენაზე ბაზის ბანკის მხრიდან, აი ამ წარმატებულ გარიგებაზე, რომელიც არის რა თქმა უნდა ჩინურ კომპანიაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, ჩინურ ინვესტიციაზე ვსაუბრობთ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რეალურად ამ შემთხვევაში მესამე მსხვილ კომერციულ ბანკად ჩამოყალიბება ბაზის ბანკის არის ძალიან საინტერესო მოვლენა ქართულ საბანკო სივრცეში და ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს საბანკო სივრცის და საბანკო სექტორის კონკურენტ უნარიანობის გასაძლიერებლად. ამ კუთხით რა თქმა უნდა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მისწავლმევია. ბევრ საინტერესო ასპექტს